მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, შუაგულ ამერიკიდან, ქართველი ემიგრანტის ია ბაიარდის არაჩვეულებრივი სამზარეულო და მეც ისნამი საყვალიშვილი დღეს თქვენთვის მოვამზადებ ერთ-ერთ ამერიკულ კერძს, რომელსაც ქვია მითბოლი. მაშასე დავიწყოთ. მოსამზადებლად გვესაჭიროება შემდეგი ინგრედიენტები. ღორის ხორცი, გატარებული, საქონლის ხორცი, გვჭირდება აგრეთვე ხახვი, რამოდენიმე კვილი ნიორი, ნიახურის ღეროები და უკაცრავად ბარბარიზმებისთვის ქართულად ქვია ოხრახუში. მე მგონი სწორია, ინგლისურად parsley ვეძახით. შემდეგ გადავალ შემდეგი სახის ინგრედიენტებზე. პარმიჟან ყველი, რომელიც იტალიური ყველია, გვჭირდება აგრეთვე bread crumbs, ქართულად იქნება დაბქვილი პურის მარცვლები, მარილი, ზეითუნის ზეთი, რა თქმა უნდა, ისევ იტალიური, ორიგანო, ეს არის ერთ-ერთი იტალიური სანელებელი, შავი, უკაცრავად პილპილი ბარბარიზმისთვის, ანუ შავი დაბქვილი წიწაკა და მარილი, როგორც მოგახსენეთ უკვე ვთქვი. მაშასე ვიწყებთ მითბოლის კეთებას. ავიღებთ პირველ რიგში საქონლის ხორცს, მოვათავსებთ აი ამ ჯამში, თასში, ასე ვთქვათ. შემდეგ ავიღებთ საქონლის გატარებულ ხორცს და ჩავდებთ აი ასე. ამას უკავშირ გვჭირდება დავაბლენდეროთ თითოეული აქ მოცემული ინგრედიენტები. გადმოვინაცვლებ ჩემს საქონლის და ღორის ხორცთან და ავურევ ესე იგი გატარებულ ნიახურის ღეროებს, ვიმეორებ კიდევ ერთხელ, ოხრახუშს, ნიორს და ძალიან ცოტა ხახვს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძი ამერიკაში, რომელიც ძალიან უყვართ როგორც ამერიკელებს, ასევე იტალიელებს. ცოტა არ იყოს ხახვი არ არის კარგად ამუშავებული, მაგრამ არ ავშავს. მაშასე ვაგრძელებ მითბოლის კეთებას, შევურევ პარმიჟან ყველს, ხახმა ნამეტანი დამიწვა თვალები, მაგრამ მკვიდრებით რომ ტირილს არ ვაპირებ, იმიტომ რომ ძალიან ბედნიერი ვარ, მიყვარს ძალიან სამზარეულოში ტრიალი. ესე იგი დავამატებ ძალიან ცოტა პილპილ, კიდევ ბარბარიზმი ვიხმარე, ანუ შავ გატარებულ წიწაკას. ცოტას. ცოტა ორიგანოს. იმიტომ რომ თითქმის ყველა იყენებს აქ ამერიკაში. როგორც იტალიელები, ასევე ამერიკელები. ძალიან ცოტა ზეითუნის ზეთს მოვასხავ. მარილს. ბევრი არ მომივიდეს, არ დავამლაშო. და ავურევთ ამ ყველაფერს ერთად. როგორც მოგეხსენებათ, 4 წელი იტალიაში ვიცხოვრე და სწორედ ჩემი ჰობი იყო, რომ შემესწავლა იტალიის სამზარეულო. 2 წელია უკვე რაც ამერიკაში ვარ და ვადევნებ ყოველთვის ასეთი სახის გადაცემებს თვალყურს. ძალიან მიყვარს Rachel Roll Show, რომელიც ამზადებს ამერიკულ კერძებს და ჩემი ოცნება არის, რომ იმ გადაცემაში მივიღო მეც მონაწილეობა. ოღონდ იმ შემთხვევაში, რომ ერთ-ერთი ქართული კერძი გავამზადო, სხვა შორის ძალიან კარგად გამომდის ხინკლის კეთება და იმედია გამიმართლებს. რამდენჯერმე მივწერე, გამოხმაურება ჯერ კიდევ არ მომსვლია, პასუხი არ დაუბრუნებიათ, მაგრამ მე ესეთი ჯიუტი ვარ, მაინც ვაგრძელებ წერილის მიწერას და ყოველ ერთ და იგივე ტექსტის იმელიზე გაგზავნას. მაშასე ცოტა კიდევ შევურევ გატარებული პურის მარცვალს. კარგად დავამუშავებ ხელით და შემდეგ გავაკეთებ პატარა ბურთებს. ამიტომ ეძახიან meatballs. ხორცის ბურთები. სხვათა შორის არაჩვეულებრივი სული დაატრიალა ჩემმა ინგრედიენტებმა.
ვიმედრე რომ ასეთივე გემრიელი და ნოყიერი გამოვა. მე მივამსგავსებდი ქართულ კერძს გუფთას. ეს არის ვთქვათ, ეს არის ამერიკული გუფთა. მოკლედ ვიწყებ პატარა ფურთების გაკეთებას. ავიღებ ამ პატარა ხორცის ნაჭერს, ვამბგვალებ დაახლოებით ასეთი ზომის. მე მგონი არ აუშავს, ხო? ლამაზია. შემდეგ აი ამ პურის მარცვლებით მოსავ. ერთხელ დიდი მადლობა მინდა მოუხადო ამ საინფორმაციო სააგენტო საიტს და მის ჟურნალისტს, რომ მომცა ამის საშუალება, რომ თქვენთვის მომემზადებინა ამერიკული კერძი. უпроსწორად ასე ვთქვათ, ტრადიციული იტალიური კერძია, მაგრამ ამერიკელები როგორც ყოველთვის იბრალებენ და ამბობენ, რომ იტალიურიაო. ეს ამერიკულიაო. თუმცა იტალიურად პოლპეტე ასე ქვია. ანუ ჩვენებურად კატლეტი. იმედია ეს პატარა ვიდეო იმით დამეხმარება, რომ ან რომელიღაცა კომპანია დაინტერესდება ჩემით, მივიწევენ რომელიმე კულინარიულ შოუში, ან თუნდაც ძალიან ბევრს ვოცნებობ, მაგრამ ოცნება სხვა არავინ დაგვიშლის. იქნებ ჩემი საკუთარი შოუც კი გავაკეთო. ამერიკაში თუ არა, საქართველოში მაინც. რამოდენიმეს კიდევ მოვამზადებ და შემდეგ გადავალ უკვე მიტბოლის შეწვაზე. რადგან იმედია ყველაფერი კარგად გამოვა. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო ქართულ ემიგრანტს ია ბაიარს, რომელმაც მომცა საშუალება და თავისი არაჩვეულებრივი სამზარეულო გამომეყენებინა და მეხმარება იმაში, რომ იქნებ ამ ლამაზი პატარა ვიდეოთი, რომელიმე ქართველის გული მაინც გავახარო, ან თუნდაც ყველა იმ ემიგრანტის, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთაა. სპაგეტი მოუხარშე. ასევე მზად მაქვს ტომატის соуზი. შეგიძლიათ გააკეთოთ სახლში გაამზადოთ ტომატის соуზი, ან შეგიძლიათ უკვე მზად გამზადებული იყიდოთ. მე ძალიან მიყვარს ბარილას соуზი და ძალიან ხშირად ვიყენებ ხოლმე. ამჯერადაც იტალიური ბარილას соуზი გამოვიყენებ. ნახეთ, ლამაზებია, ხო? საკუთარი შვილივით მიყვარს თითოეული ეს მითბოლი, იმიტომ რომ ძალიან დიდ სიყვარულს ვაქცევ თითოეული კერძის გაკეთებას. დავაცდი რამოდენიმე წუთი გაციებას. შემდეგ გადავინაცვლებ ჩემს სპაგეტთან, რომელიც როგორც უკვე გითხარით, მომხარშე. ცოტა გაციებულია, მაგრამ არ აუშავს. ამოვიღებ ძალიან ცოტას თქვენთვის საჩვენებლად. რაღაც მე მგონი წყალის გადასხმა დაგვავიწყდა ჩვენ და მიკრულია ძალიან ერთმანეთში, მაგრამ არა უჭირს. როგორც გითხარით, პირველი ვიდეო არის და მოგვიტევეთ, გვაპატიეთ. შემდეგში უფრო ორგანიზებულები ვიქნებით, უფრო უკეთ შემოგთავაზებთ. ყველაფერს მოვიმარჯვებთ. რამოდენიმე წუთი შევდგამთ ქურაში, რომელიც იქნება 350 გრადუსზე დაყენებული. გავაჩერებთ 10-15 წუთი. თვლი რომ რამოდენიმე წუთი გავიდა და ვნახოთ ჩვენი მითბოლი თუ მზადაა. როგორც ხედავთ, სახლის პირობებში homemade meatballs სისის სამზარეულოდან. ცოტა ხნით კიდევ დავაცდი და ვთვლი, რომ ნამდვილად გემრიელი გამოვა. მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ კიდევ ერთხელ ჩემთან ყოფნისთვის და ვთვლი, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად საინტერესო იქნება თქვენთვის. ძალიან მიყვარხართ და გითხრით მოგითხვას ამერიკიდან.